ქალბატონი ლილის ხელმძღვანელობის პერიოდში ბაგაბარი მუდამ მოწინააღმდეგეთან შორის იყო. წარმატებული მუშაობისათვის ჯილდოვდებოდა სიგელებითა და მადლობის წერილებით. ბერს წერდნენ მასზე პრესაში და აშუქებდნენ ტელევიზიით. ეს კი იყო აღზრდელების ორიკო ჯურხაძის, სიალა ქობალიას, ციცინო დოღონაძის, ნაზირატიანის, გულიკო კასრაძის, ნუნუ შენდელიას, მუსიკის პედაგოგის დალი დელდარიანის, აღზრდელთა თანაშემწეების, მზარეულთა და სხვათა თავდაუზოგავი შრომის შედეგი. ბაგაბარის ხელმძღვანელობა ლილი ლამპრაძის შემდეგ გააგრძელა ქალბატონმა ლუიზა ლუდქიფანიძემ, რომელიც წინამის ღირსეული მემკვიდრე აღმოჩნდა. თაობათა ცვლასთან ერთად იზრდებოდა ბაგაბარის ავტორიტეტი, იზრდებოდა კონტინგენტი და ბაღი გახდა 6 ჯგუფიანი. ხოლო შემდეგ დაკომპლექტდა 8 ასაკობრივი ჯგუფი. 2010 წლიდან ბაგაბარის ბაღს ხელმძღვანელობს ბიოლოგი, სასურსათო ტექნოლოგიის აკადემიური დოქტორი, ჰასპის სტანდარტის მენეჯერი, ISO სერტიფიკატის ჰასპის მენეჯერი, ჰასპის სტანდარტის აუდიტი,
არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი და ქალბატონი თეა მაკარიძე ერგებლიძე, რომლის მმართველობის პერიოდში ბაგაბაღზე გაზრდილი მოთხოვნის გამო ბაღის ეზოში აშენდა ახალი კორპუსი და დაკომპლექტდა 12 ასაკობრივი ჯგუფი. დღეისათვის 350 აღსაზრდელს ემსახურება 70 თანამშრომელი, 2 მეთოდისტი, 24 აღმზრდელი, 24 აღმზრდელის თანაშემწე და 2 მუსიკის პედაგოგი, ფსიქოლოგები, ლოგოპედები, სპეცპედაგოგები, ტექნიკური პერსონალი, მათ შორის 8 მოსილიც. მარინა სინაურიძე 47 წლიანი გამოცდილებით უსწრებს პატარების ხელმძღვანელს. ქალბატონი მარინა წითაძე 40 წელია უნებელ ყებაზე ზრუნავს. ქალბატონი მარინა ახლებიანი 35 წელი ამბავის კედლებში დააბიჯებს და პატარების ჯანმრთელობაზე ზრუნავს და შემდეგ მათ უსაფრთხო ყებას ემსახურება. ქალბატონი ლილია სათიანი 30 წელია აღმზრდელის თანაშემწე გახდა. ქალბატონი ნინო გოტიაშვილი 34 წელია მისცევლად ემსახურება თაობათა აღმზრდელს. ქალბატონი ნანა დობრაშვილი 32 წელია ამბავის სასწავლო სააღმზრდელო პროცესს უძღვება. უბრალოდ არ შეიძლება დღეს არ გავიხსენოთ ის ადამიანები, გარდაცვლილი თანამშრომლები, რომლებმაც ნათელი კვალი დატოვეს ბაღის ცხოვრებასა და ადამიანთა გულებში. განსაკუთრებით მტკივნეულია დღემდე აღმზრდელის მელა მაჩიტიძის უდრო გარდაცვალება, დარაჯის ელგუჯა ცხადაშვილის და აღმზრდელის თანაშემწის მანანა მესხორაძის გარდაცვალება. პატივი მას სულებს და მადლობა შეუთვალოთ თავიანთი ღვაწლისა და მოღვაწეობისათვის. ბაგაბაღის აღზრდილთა შორის იყვნენ პარლამენტის წევრები, მინისტრის მოადგილენი, სკოლის დირექტორები და სხვანი. 25 ბაგაბაღი კვლავ მომავალი თაობების ქართული სულისკვეთებით აღზრდას და რაოდენ სასიხარულო, რომ ამ ბაღის აღზრდილები ელისო ბოჭორიშვილი და სოფო გაგოშიძე დღეს თავად არიან აღმზრდელები. ეს არის მოკლედ, რაც გვინდოდა თქვენთვის გვეთქვა. ეხლა კი სცენა დავუწყოთ 60-იანი ისტორიით ბაგაბაღს 25 ბაგაბაღის უნიჭიერეს და ულამაზეს თაობას. მადლობა.
ოჩა ბაშო, ოჩა ქარები გუგლებს ცისკენ გარემენ გაჭენდებიან ველზე ფრთოსნები. თებში გუგუნით ზარებს დარეკენ აბორგებენ ლექსებს მგოსნები მზე ანთებული კლავაც ინათებს ცეცხლად იერლებს მისი მშვენება ქართულ მიწა-წყალს მტრების ჯინაზე არ უწერია გადაშენება იმიტომ რომ აი ესეთი არაჩვეულებრივი მიშვილები მოდიან კიდევ ერთხელ შედება ხარეკაში ლასტინაზია ლამაზები ნიჭიერები მოხდენილები ჭყიანები და რამცირა ყველა დადებითი ეპითეტი მემეწება მათთვის 25 ბაგაბარი კიდევ ერთხელ ხუხარე ოვაცია ლამაზები და აფეთილები და ნიჭიერები არიან და სიმღერასთან ერთად ეხლა როგორ იცეკვება ნახოთ კიდევ აშის ხოლზე შევიდოთ კვლავ ალბაბილები საუკეთესო 25 ბაგაბარია ფესტივალში
მერა საყვარელია რომ იცოდეთ რა თქვა მეგობარს ეუბნება თავის გასრა არ დაგავიწყდეს რა თქვია საყვარელი თონ აღლარია მეგა როგორი კაცი გაიზრდება წარმოიდგინეთ არაჩვეულებრივი ხარ მაგრამ შეგიძლიათ დაიკავოთ თქვენი საწყისი მე მოგესალმებით თავში რომ რაც აქვს თავისივე აღზრდილები დღეს აღზრდებათ. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ არაჩვეულებრივი უნიჭიერესი და საოცარი ქალბატონი ელისო ბოჭორიშვილი, რომელიც ახლა თავის სასწავლო ბავშვებთან ერთად
ძალიან ლამაზ მომეშები თავაზე. აშენ შევეგებო. მადლობა. და დღეს აი ამ არაჩვეულებრივი ბავშვების აღზრდელი ემოცია მე ვიცი ძალიან განიცდი, მაგრამ ორი სიტყვა მაქრა როგორია? ეს საბავშვო ბაღი არის ჩემი მეორე მშობლიური სახლი. აქ გავიზარდე და ყველაფერი რაც საუკეთესოა ჩემ ცხოვრებაში ამ ბაღში გავატარე. წლებიც და ყველაფერი აქ შევიცდი. ძალიან მადლობა მიყარდა ადამიანებო და ჩემ ბაღს უოცავ 60 წლის სიკვდილზე. მადლობა. ხუხარეთაში და სცენაზე თხოვო, ორი სიტყვით, ელისოს სამიკოს, ჩვენს ქალაქში არაჩვეულებრივი სკოლა, მე-10 საშუალო სკოლა, რომლის დირექტორის გახლავთ ბატონი ონისე ბოჭორიშვილი და გთხოვთ, ისიც ამ გარგაბაღის აღზრდილია. უბრალოდ არ შეიძლება დღეს რომ თქვენ აქ არ გავუხვიდეთ და ორი სიტყვით არ მოერგებოთ.
მოგესალმებით. მიულოცავ დაგაბავს საბოცლის სიუჟეტს. ბავშვის ასაკის ის ასაკია, როდესაც უკვე გადასახადებს ადამიანები ბავშვების ასაკში მახსოვდება და გვამახსოვდება. ძალიან ბევრი რამე მახსოვდება ამბატთან დაკავშირებით. თუნდაც ის მოგზაურობის საძინებელი შუადღეს უგვაძინებდნენ. არაერთხელ მithავს ქალბატონო მაგა არაჩვეულებრივი გემების სუპიკეთები და მოგყვებათ. არის რაღაცები უბანია ჩვენ უბანია კასტილება ჩვენს ცხოვრთი უბანი უცხოა. მართლაც მშობლიური არის ეს ბაღი ჩვენთვის უბანი, რაც კი ამ რაიონს აკავშირებს ყველაფერი ჩვენთვის სულთან თანახმოსავს. გილოცავ კიდევ ერთხელ წარმატებები და წარმატებები, შემოქმედებითი საქმიანობა არის, ჩვენ კოლეგები ვართ, ჩვენ ბაღის ასაკის ბავშვებთან მუშაობთ, ჩვენ სკოლასთან მეზობლად უნდერები ვართ. როგორც ორგანიზაციები და საგამოძიებო დასწავლებელი და იხარით და იგრძელეთ. გავაჟავიეთ და გავაჟავიეთ. იგი მართლა არაჩვეულებრივი ადამიანებისთვის გაზრდილია არაერთი არაჩვეულებრივი ბაგაბას. კიდევ ერთხელ სცენაზეა 25 ბაგაბანი ხუხარე ოვაციით შეიძლება. Now I'm back to see you dance just one more time.
არ მოყვება ხელში. ჩემო ძვირფასო ქართველებო, იყო დრო ტაძრები დაგვიგრიეს, ხატები გაგვიყიდეს, წიგნები დაგვიფერფლეს, მაგრამ საქართველოს ვერ მოუხარეს ვერაფერი. რამე თუ აქ სულგმულობდა სიტყვა ქართული, სულის ყეთება იბერთან, წმინდა საიდუმლო ჩვენი უკვდავებისა სინდის ნამუსი ქართველი დედებისა წმენა და იმედი მომავლისა. დაგვარებიეს და ჩამქოლეს, მაგრამ მაინც ვროკავთ, რადგან მოძრაობაში სიცოცხლე. მაინც მღერით, რადგან ეს სიმღერაა საქართველოსი და მაინც ვლოცულობთ, რადგან ვიცით ჩვენთან არს ღმერთი. ჩვენთან არს ღმერთი ქართველებო და ვიდრე მომდევნო ნომერს ანუ ქართულს თემა აჭარას შევასრულებთ. ერთი ჩამართმედა გავაკეთე, აი აქ მოვდიოდით დღევანდელ მონაწილესთან, ალექსი ხარაიშვილთან ერთად და ბაგრატის ტაძარს რომ გამოვუარეთ, შორიდან რომ დაინახა, პირჯვარი გადაიწერა. ამის საიდან იწყება უფლის სიყვარული და რწმენა და ესეთი ქართველები ნამდვილად გაარწმენებენ საქართველოს. კიდევ ერთხელ მადლობა, სადაც ოჯახს და ბაგაბაღს, სადაც იციან რა არის უფლის სიყვარული და რწმენა. აი ესეთ წმენით სავსე ნამდვილ ქართველებს მე ხა მარჟიალებს ამ სიტყვას რომ ამბობ, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ქართველები რომ იქნებიან მომავალში აი ესეთ ახალგაზრდებს უთმობ კიდევ ერთხელ სცენას. 25 ბაგაბაღია დღეს წინაშე.
შვილი როცა მზია და როცა მისია ჩემი რიონი და თეთრი ხიდი ჩემი ჭაღარა ქუთაისია სულ სიყვარულის ცეცხლი ამარხებს ყველა სიმღერა მხოლოდ მისია ჩემი ხატი და ჩემი სახატე ჩემი სიცოცხლე ქუთაისია ეს სწორედ ქუთაისის გვიცეკებენ ეს არაჩვეულებრივი ბავშვებია გაიხარეთ. მე ხავ ალექსი ხარაიშვილს დარჩეს სცენაზე და შევისრულოს ჰიმნი ქუთაის, რომელსაც ფათაშორის ძალიან ბევრი დიდი ცნობილი საოპერო თუ ცნობილი საესტრადო მომღერალი ასრულებდა და ასრულებს დღემდე. ცოცხალი შესრულება და ეს არის იულინა. შევხვდეთ ტაშით და იდეა.
ვახშია სულს ეს გმირობის ტორფასია. მე არ ვიცი ოჯახში როგორი გაიზრდება დარწმუნებული ვარ და ამას ის ვენერას ტაძრის საკურთხეველზე მსხვერპლად მიტანილი და ამერიკიდან ცაში აზიდული ვერონიკას ქიშლის ძმები. დანტეს ბეატრიჩე, პეტრარკის ლაურა, მიქელანჯელოს ვიტორია კოლონა, ბახის ანა მაგდალინა, ბეთჰოვენის ამალია ზებალდი, ფილოსმანის მარგარიტა, გალაქტიონის მერი, ნეფერტიტის თავს, ვენერა მიროცელის ქანდაკს თუ ტაჯ მაჰარის მარმარილოს აკრდამას ხელოვნების სიყვარულის გარეშე ვერული და ვერაფერი შექმნიდა. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ადამიანი ულამაზესი ქმნილება მე ვიტყოდი, რომელსაც გამოვაცხადებ და გამოგზავნება სცენაზე, არის ისეთი ქმნილება, რომლის დარი ადამიანების გამოც ალბათ დიდი ხელოვანები ქმნიდნენ, აი ყველაფერს ახლა ჩამოვთვალე. მუსიკაში, პოეზიაში, ხელოვნებაში, ქანდაკებაში და ასე შემდეგ. ბაგაბაღი 25 ნამდვილად წინავს თავისი არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი, ულამაზესი და უშენიერესი, მე კიდეც მერიდება მის გვერდის დადგომა, თეა მაკარიძე ერგერმლიძით, ჩემო საყვარელო და რომელსაც ფასიონიზი აქვს გადის. გარის პედაგოგი ირმა აგელაშვილი შეასრულეს პაჟა აზარაშვილის სიმღერას საქართველოსზე. კონცერტმეისტერი გახდა გარის მუსიკის პედაგოგი ირინა გუგეშაშვილი. გაზობს კალათი.
ურთიერთობა მოულოდნელობებით არის აღსავსე და სამწუხაროდ ერთი პატარა ცოტა შეუძლოდ გაბიხდა და მის ადგილს ქალბატონი ნინო დაიჭერს, ნინო მასწავლებელი, ქორეოგრაფია მისია და შესრულებაც მისი აქვს. და ოდისთანვე ქართველი კაცი თავის მრავალფეროვან სიმღერას ულამაზესი ცეკვით ხარდავდა და ამით ხელოვნებას უდგამდა ძეგლს. დღეს არაერთხელ დაუდგეს ხელოვნებას ძეგლი ამ არაჩვეულებრივმა ბავშვებმა. კიდევ ერთხელ ტაში 21 ბატონს მარიოთ.
ეს დღეს ამეთროზე გაიხლა, როდესაც მუცქები მათ არ ვიცი თქვენ როგორ შუმატელი მიგვიდა, ეს არის ჩვენი სისხლის, ჩვენი გემის, ჩვენი ჯიშის ცეკვა, სიმღერა, სიტყვა, ცხრამაღალი და ზოგადად ჩვენი ნიჭიერების დასტური. მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს აი ამ არაჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად ვიდექი სცენაზე. მე ბედნიერი ვარ, რომ 60 წლის იუბილე ყველამ ერთად ვიზეიმეთ და ეხლა ერთი ძალიან ლამაზი სიმღერა თლიანი ბავშვების ჯგუფის შესრულებით უნდა მოვისმინოთ. მოკლედ, ესენი არიან თავა, რომლებიც სექტემბრიდან მიუძნებიან სკოლებს და ბედნიერია ის სკოლები, სადაც ისინი წავდნენ, იმიტომ რომ საოცარი მომზადებულები, უკვე განათლებულები, ჭკვიანები და ვიტყოდი, რომ ძალიან ღირსეულები. აი ესეთი შვილები უმრავლეს გვერდთან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ერს. ბედნიერი ვარ, რომ იმ ქალაქში დავდივარ, სადაც ეს ანგელოზები იზრდებიან. კიდევ ერთხელ გუხარე ოვაცია 25 ბაგაბას. მაგნოს. აბა ჰერიო ბიჭებო და გოგონებო. Hey,
ვუხმობ თქვენგანს მომწერებისთვის. აი ესე თქვენი ემოციის გარეშე დღევანდელი დღე ნამდვილად ხილს დაკარგავდა. ვერაფერს რომელსაც ეხლა თქვენ აქ ხედავთ თავიანთი შეუთავსებელი ღვაწლისათვის ყველა თაობას დღიდან დაარსებისა დღემდე და ვისურვო მრავალჟამიერი არ მოშორდეს ჩვენს ქვეყანას ჩვენს ერს და 25 ბაგაბანს. ჩემო ქართველებო, ჩემო საპარავო ადამიანებო. თუ შეიძლება ეხლა ბავშვებო ცოტა ნევნევა უნდა გავიწეოთ და იმედია და აუცილებელიც არის დღევანდელი დღის თავარი სიტყვა, სეფე სიტყვა ბაღის ხელმძღვანელს თეა მაკარიძე ერგენიძეს უნდა გადავცეთ და მოусმინოთ. ხოთეა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას დიდი სიყვარული, დიდი პატივისცემით და მინდა უღრმესი მადლობა მოგახსენოთ სტუმრობისათვის, მომბრძანებისათვის და დღევანდელი ჩვენი აი ესეთი დიდი ხიარულების, ზეიმის, გაზიარებისა და ზეიმში მონაწილეობისათვის. ამ საბავშვო ბაღს ძალიან დიდი ფესვები აქვს წარსულისა, რომელიც მყარია, ძირმაგარია და სხვაგვარად არ შეიძლება აუცილებლად დიდებული თაობები უნდა აღიზარდონ და როგორც თავიდან მუდამ ზეაწეული უნდა იყოს მისი სახე. ჩვენ, ჩემი 70 კაციანი მეგობრები, ვცდილობთ მაქსიმალურად გავამართლოთ თითოეული თქვენთაგანის ნდობა და გავამართლოთ ის მნიშვნელოვანი მისია, რაც მომავალი თაობის ღირსეულ აღზრდას ქვია და ღირსეული აღზრდა. მე უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო უპირველეს ყოვლისა ბავშვებს. უმეტესობას მხოლოდ რამდენიმეა 6 წლის, დანარჩენები 5 წლისანი არიან. და ამ აწაწუნებმა თავიანთი ხელები, აწია ხელები, თავიანთი პატარა გულები
უდიდესი შემოქმედება გამოიტანეს სცენაზე, გავედეს, შესძლეს და შეასრულეს არაჩვეულებრივად. ეს ასე არ იქნებოდა, რომ არა ამბაგაბაღის, აი ნახეთ, უზარმაზარი კოლექტივი და ყველანი არა ვარ კიდე ვერ დამეტეოდით და ცოტა გადავნაწილდით. მაგრამ მათ შორის განსაკუთრებულები მინდა აღვნიშნო. ჩემი მეთოდისტები, ქალბატონი ლელა ბარათელი და ქალბატონი ნანა დოგრაშვილი. მადლობ გვერდით გოგისათვის. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ჩემი არაჩვეულებრივი პროფესიონალი მუსიკის მასწავლებლები, ქალბატონი ირინე გუგეშაშვილი და ქალბატონი ირმა გელაშვილი, რომელიც თქვენს წინაშე ვიყავით წარმოდგენილი. რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი ჩემი არაჩვეულებრივი გოგოების, ჩემი ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეციალური საჭიროების პედაგოგების მიერ არის შეთქმული და უღრმესი მადლობა მათ, თინის, ანას, რავთიკოს, ირინეს, ეზას, სოფოს და ყველას ერთად ვინც და ვინც არ მithქვას, რა თქმა უნდა, მათაც და საერთოდ. უღრმესი მადლობა პატივცემულო მშობლებო, დობისათვის, გვერდით დგომისათვის და დღევანდელი დღის გალამაზებაში უდიდესი წვლილის შეტანისათვის. მაპატიებს თუ გამიგრძელდა, მაგრამ სცენაზე აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ ახლა ქუთაისის ბაგაბაღების გაერთიანების დირექტორი ბატონი დავით წიტაიშვილი. ხალხ ბატონი. Aga. Aș face să vă vizita este bandico. მოგესალმებით, მოძებნასებო. სანამ საფრთხეზე გადავალ, ეს ეკითხვა მაქვს, ბავშვი ახსენე რაღაცა შეურდოთებოდა, როგორ არის? კი ბატონო, ეგ არის თავი, ყველა ბავშვი უნდა იყოს კარგად და მერე შეიძლება საქმესთან საუბართ. არ ვიცი საერთოდ დავშვა, დავიცე პირველში მოვიცი. გილოცავთ ჩემო ძვირფასებო, ულოცავთ ზოგიერთ საზოგადოებას ჩვენს სისტემას, ჩვენს ქალაქს, კარიან ქალაქის მოსაჩინო წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტიდან, სკოლებიდან. მივესალმები, აი, რო დაიწყო დღევანდელი ღონისძიება იმ პირველ აღსაზრდელს, რომელიც 60 წლის წინ შემოვიდა თქვენთან მაშინ, რომელიც სახელმწიფოზე ათასობით უფროსია. მივესალმები და აი ესია. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვემსახურებთ. ჩვენ ვდგავთ ისეთ ხეს, რომლის ჩრდილში შეიძლება ვერ დავდგეთ. მაგრამ ვიცით, რას ვაკეთებთ, რისთვის ვაკეთებთ და აბატონო შედეგები. აქ იქნება 60-ით, 70-ის და იქნება ძალიან ბევრი ნული და ესე იქნება სულ, იმიტომ რომ ბაღებმა სულ უნდა იარსებოდა, პატარებიც ყოველთვის უნდა იყვნენ ქვეყანაში და ქვეყანაც უნდა გამრავლდეს. ეს ყველაფერი, რაც ახლა ჩვენ დღეს მოვისმინეთ, რასაც ხედავდით, ძირითადი აი ლაიტმოტივი გასდევდა ჩვენი ქვეყნის სიყვარული და სწორედ ასეა თქვენთან ღონისძიებაზე ბოლოს თუ გახდით, მაშინ ვთქვი, რომ ჩვენ გვასწავლით ფრენას და აბატონო დავაფრთხილდით და ესე იქნება დავფრთხილდეთ ის და ზოგი პარლამენტის წევრი გახდა, ზოგი ალმსდენი ელისოში მოგივლები. ეგ უნდა აღვნიშნო აუცილებლად. ვაგვირდებოდი ჩემი ძვირფასი ელისო თავის აღსაზრდელებთან ერთად როგორც ეყავდა და აი არ ყოფილა ერთი შემთხვევა, რომ აღსაზრდელებს გაეხედოთ ელისოსკენ. იცით რატომ ჩემო ძვირფასებო? ეს არის წლების ნამუშევარი, წლების შრომა. ზურგის ტვინით გრძნობენ ერთმანეთს. რას აკეთებდა მასწავლებელი იცოდნენ და იცოდა მასწავლებელმა რას აკეთებდა მისი აღსაზრდელები და აი ასე ემსახურება 25 ბაღი 60 წელია ჩვენ მომავალ თაობას. მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასებო. ყველას ვინც სახეზე არ არის, ვინც აი ამ ძალიან დიდ საქმეში თავისი წვლილი გაიგო და მადლობა თქვენ ამისთვის. მე დღეს არა ვარ თქვენი დირექტორი. მე დღეს ვარ თქვენი ნაწილი და მადლობა თქვენ ამისთვის. გაიჩა. და ბოლოს. ფიქრობდი ერთი სიტყვით რა სიტყვა შემერჩია, რომ განმეცა ეს ბავშვები და შევარჩიე. საოცრად.
საოცრება და მადლობა მშობლებო თქვენს იმისთვის რომ აი ერთად დაგვეხმარეთ ამ საოცრების შექმნაში ჩემო ძვირთასო მშობლებო და გადაგიხადათ ძალიან მადლობა და მეც ვერთები მხოლოდ რომ თქვენი თანადგომა არ აიამწყდებით მარტო დღეს არა იმ წლების განმავლობაში ამ შედეგამდე დღეს ვერ მივდოდი და ის რომ ბაღს ეძებება ეს არის სწორედ იმ ორ მხრივი ურთიერთობის დამსახურება. მადლობა თქვენ და მადლობა ჩვენს მასპინძლებს რომ გავიგეთ და ესეთი მოხსეს ამის საშუალება რომ ეს ყველაფერი გამოგვიყვება. მადლობა თქვენ, გაიხადეთ. მეგობრებო. ეს გაუმარჯოს დღევანდელ დღეს ხვანდელებს. ჩვენს აღმაფრენას, ჩვენს სიყვარულს სიმტკიცებერის. ორი მიუღდეთ მთიდან მთაზე, ასხლეთ ნიავს, რომელსაც თქვენი სუნთქვა დღეს ცისკენ მიავს. მას გაუმარჯოს დღევანდელ დღეს ხვანდელ მერმის. თქვენს აღმაფრენას, თქვენს სიყვარულს სიმტკიცეთ ერის. ქართველი ერის მრავალჟამიანი იყოს მრავალჟამიანი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.